ჩვენ ვიწყებთ ახალ თემას და გავეცნობით სტრუქტურებს. აქამდე ვნახეთ, რომ სიში ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ინფორმაცია რიცხვების სახით, სტრიქონების სახით, სიმბოლოების სახით და შემდეგ ამ მონაცემებთან ვიმუშაოთ. მაგრამ რა ხდება, როდესაც ახლა გვინდა რაიმე რეალური ობიექტი ავწეროთ სიში ცვლადის სახით და გამოვიყენოთ ის. აი მაგალითად შინაური ცხოველი. ხო შეიძლება იყოს კატა, ძაღლი, ან რაიმე სხვა კიდევ და მათ სათითაოდ გქონდეთ რაღაც პარამეტრები, მაგალითად ასაკი, სახელი, ფერი და ასე შემდეგ. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? ჩვენ ასეთ დროს შეგვიძლია შევქმნათ სტრუქტურები და სწორედ ამ სტრუქტურების შექმნას ვისწავლოთ ახლა აქ. მოდი გავაკეთოთ ფაილი და დავარქვათ მას pet.c. როგორ ხდება ახლა სტრუქტურის აღწერა? ეს არის ძალიან მარტივი, ჩვენ უბრალოდ ვწერთ სიტყვას struct, შემდეგ სახელს, ამ შემთხვევაში ეს იყოს pet და აი აქ უკვე ვიწყებთ მის აღწერას. აღწერაში რას გულისხმობ ახლა? აქ უნდა ჩავწეროთ ის მახასიათებლები, ის ცვლადები, რომლებიც აღწერს ამა თუ იმ რაღაც ობიექტს, რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება შინაურ ცხოველებს, აქ რა შეიძლება იყოს? შეიძლება იყოს სახელი შეიძლება გქონდეს, ან ასევე შეიძლება გქონდეს კიდევ ფერი, რა ფერის არის. გარდა ამისა ასაკი და მოდი კიდევ იყოს ესეთი. float-ის weight, წონა. ახლა ეს კი ავხსენეთ, მაგრამ როგორ შეიძლება ამის გამოყენება? ესეც მარტივია. როგორც ჩვეულებრივ ცვლადებს, აქაც ვწერთ struct pet, რაც ამ შემთხვევაში არის ტიპი, მაგალითად my pet, ეს უკვე არის ცვლადი და შემდეგ ინიციალიზება ახლა ამისი როგორ ხდება. აი ამ ორ ესეთ შელში ჩავწერთ მონაცემებს რიგის მიხედვით, რა რიგითაც გვაქვს აი აქ ეს ცვლადები. მაგალითად, სახელი იყოს რაღაც სახელი, შემდეგ ფერი იყოს დავუშვათ შავი, ასაკი იყოს 2 და წონა დავუშვათ 5.6. რაღაც შინაური ცხოველი, დავუშვათ კატა იყოს ესეთი. და ესეთ სახით ვახდენთ მის ინიციალიზებას. მოდი ახლა დავაკომპილიროთ ეს და გავუშვათ, ვნახოთ როგორ მუშაობს. დაკომპილირდა და როგორც ხედავთ, შეცდომები არ გვაქვს. ეს ჩვენი სტრუქტურაც შევქმნით უკვე და გამოვიყენეთ.